მოგესალმებით პეკინიდან და მინდა დღეს იგივე გავიმეორო რაც გუშინ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ აი ეს არის ქვეყანა ავტომობილებისთვის განკუთვნილი ქვეყანა. ყოველ დღე აუმჯობესებენ, რაც იყო შარშან, ის არ არის წელს. წელს 100 მეტრით წინ არის ავტოსფეროში აი ეს ქვეყანა წაწეული. ახლა კიდევ ერთხელ გეტყვით, წარმოიდგინეთ თქვენ, რომ 3 მილიონი ადამიანი მოვიდა გამოფენაზე ოფიციალურად. დარეგისტრირებულია, რომ 3 მილიონი ადამიანი მოვიდა ოფიციალურად. რა გამოფენაა ესეთი? ეს არის ავტო გამოფენა. აქ აჩვენებენ ყველა ბრენდებს, რამე ბრენდს თუ უშვებს საერთოდ ჩინეთი და ჩინეთის ტერიტორია. მარტო ჩინეთი არა, სხვა ქვეყნებიც, მაგრამ 90% არის ჩინეთში წარმოებული ავტომობილები დღეს აქ წარმოდგენილი. ეს ჯეტური დაშინგი თქვენ იცით. ეს არის ჯეტური, ჩვეულებრივ იცით, ეს ჩვენ დუბაიშიც გაჩვენეთ, არის ჩვეულებრივად ჯიპი, ძალიან კარგი და ამას ელოდება ძალიან ბევრი ადამიანი და ეს რა თქმა უნდა ხვალ ზეგ იქნება ჩვენ სოფიში. მოგზავნით. ეხლა გაჩვენებთ ერთ ჩვენებურად რო იტყვიან, ჩვენებურად ხო იცი? ნავაროთ გაკეთებული ავტომობილებია რო იციან. შეხედეთ. აი შეხედეთ როგორი გაკეთებულია. აი ვიზუალი ნახეთ. ყველაფერი ერთია, კარები დაკეტილი აქვს. შეხედეთ. ყველაფერი ერთია, მაგრამ დამატებული არის, რა ვიცი, აი 1000-ნაირი სხვადასხვა აქსესუარები. აი როგორ იკეთება დამატებით. აი მოგზავნით. აი ნახეთ უკან. აქ არის სათადარიგო საბურავი. ზევით საბარგული. ჩვეულებრივად აქაც დაკეტილია, აი ამანქანას დღეს რა ვიცი არ აღებენ. ეს არის უბრალოდ შეგიძლიათ აქედან ასვლა, მაგრამ 90% მაინც არის სილამაზისთვის გაკეთებული. აბა მოგზავნით. ეს ჩვენ ბევრი გავყიდეთ. ეს არის X70 პლუსი. ეს არის დაშინგი, რომელიც ჩვენ ბევრი გავყიდეთ, მაგრამ ეს არის ახალი მოდელი. მოდი აბა ვაჩვენოთ ვიზუალურად. აი აჩვენეთ ახალი დიზაინით. აი ეს ავტომობილი იქნება და დაახლოებით ერთ თვეში ეს საქართველოში იქნება. ეს არის ევრო 6-სა და ევრო 7-ის ავტომობილები. მოდი დიდი დრო არ წავიდეს, წავბრძანით. და უნდა გიჩვენოთ ის ავტომობილები, რომელიც არის მართლა საინტერესო. ეს იგივე არის დაშინგი, ისა ბოდიში T2-ს ეძახიან ამას. იგივე არის, მაგრამ ცოტა დაგრძელებული ლონგი. ეს არის ახალი მოდელი, რომელიც 1200 კილომეტრს გადის. ნახეთ ვიზუალურად უნდა როგორია. ეს არის 1200 კილომეტრს გადის. ეს არის ელექტრომობილი. მოგზავნით. ეს არის ელექტრომობილი, რომელიც 1200 კილომეტრს გადის სავარაუდოდ. მოგზავნით. ნახეთ. აი ნახეთ მისი ვიზუალი. ეს არის ძალიან კარგი ავტომობილი. ეს არის ჯიპი 4x4-ზე. ეს არის ჯეტურის ახალი ვარიანტი, ახალი სახელით. მოგზავნით. ეს რაღაც თქვათ სამხედრო ფერზეა, ამასაც რაღაც ნავაროტებს, რასაც ეძახიან აქსესუარები აქვს დამატებული და არის ძალიან კარგი ავტომობილი. შეხედეთ. ძალიან ბევრი რამე აქვს და ეს მიდის
ძირითადად სახელმწიფო ყიდულობს ამას. სახელმწიფო ყიდულობს, ვინაიდან ეს არის უშუალოდ მათთვის შეკვეთით დამზადებული. შეხედეთ და ახლა დღევანდელი გადაღების მიზეზი და მიზანს ახლა გეტყვით, მოგზავნით. აი შეხედეთ. ეს არის სასწაული. მოგზავნით. ჯერ აქედან დავიწყოთ. ეს არის დაშინგის ახალი მოდელი. შეხედეთ, დაშინგის ახალი მოდელი, ახალი ემბლემით. და ვიზუალი ახალი და რაც მთავარია რა არის აქ. წამომბრძანდით გიჩვენებთ რაც არის მთავარი. აი დაშინგი ვისაც ყავს ვიზუალურად ყველა მისის ნახეთ. აი როგორია და რა შეიძლება ეს ავტომობილი იყოს. აი შეხედეთ. დაშინგი და მობრძანდით ეს თავისით რა თქმა უნდა დაიკეტება და რაც მთავარია. აი რაც მთავარია, აი ეს ავტომობილი არის ელექტრო. და გიჩვენებთ ახლა თუ როგორ იტანება. მობრძანდით. აი თუ როგორ იტანება. აი შეხედეთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ახალი მოდელი დაშინგი. ნახეთ ახალი მოდელი დაშინგი და თუ როგორ იტანება თქვენ თვითონ ხედავთ. და ეს სავარაუდოდ 700-800 კილომეტრს გაივლის. ყავი და რა ვიცი, რამე თუ არსებობს ყველაფერი აქ ამ ავტომობილს. ახლა აქეთ გადმოვინაცვლოთ. მობრძანდით. აი შეხედეთ. ეს კიდევ დაშინგი არ არის. ეს არის X70-ის ახალი მოდელი, ოღონდ ელექტრო. მობრძანდით. ეს არის სასწაული ავტომობილი. შეხედეთ უბრალოდ ჩინით შეხედეთ. ეს ავტომობილი არის ელექტრო და 600, 700, 800, 900 კილომეტრი უნდა გაიაროს ერთი დამუხტვით. მობრძანდით. დრო არ გვინდა წავიდეს, გაგვექცეს, დრო არ გვინდა გაგვექცეს. ნახეთ. ეს უკვე ჯეტური გამოდის უკვე ამ ემბლემით და ეს სად იქნება? ეს იქნება მათემოტორში და ამიტომ არის მათემოტორში, რომ ამ ეტაპისთვის ავტომობილებს არ ყიდის, თითქმის არ ყიდის ჯეტურიც, მაგრამ ეს ახალი ვარიანტი ელექტრომობილები ძალიან მალე იქნება საქართველოში და დაიწერება მისი სახელი უკვე ოფიციალურად. მობრძანდით. სწორედ. შეხედეთ. ეს არის კიდევ ელექტრომობილი, კიდევ შეხედეთ. L9 ძალიან კარგი ავტომობილი არის. მობრძანდით. ეს არის ჩვენ რო ვეძახით 90. ჯეტურ 90. შეხედეთ. ჯეტურ 90 პლუსი რო გამოდიოდა, აი ეს იქნება. აი წარმოიდგინეთ როგორ შეიცვალა მისი დიზაინი. მობრძანდით. ჯეტურ X90, ჯეტურ X70, იქ ბენზინი, აქ ელექტრო და ახლა მობრძანდით.
აი წარმოიდგინეთ რას ვაკეთებთ ჩვენ მოგზანდით აი შეხედეთ ჩვენ მოდელ გოგოებს შეხედეთ რა ლამაზი გოგოები არიან შეხედეთ წასვლა საქართველოში არ მოგინდება ამათ როცა უყურებ შეხედე რა ლამაზი ჩინელები არიან ესეთი ლამაზი ჩინელები არც კი მინახია ჩინეთში thank you very much ეს რა არის შეხედეთ აი ყველას აინტერესებს თუ რა არის ელექტრომობილი აი ეს არის ელექტრომობილი მეტი არაფერი აი ჩათვალეთ ეს არის ელექტრომობილი შეხედეთ ჩვენ რასაც ვეძახით აკუმულატორს გლეხურად რო გითხრათ აკუმულატორს ქვია სახელი ბატარეა ხო აი ის არის აქ მოთავსებული ზოგჯერ თუ ეს გაფუჭდა მისი რაღაც ელემენტის შესვლა შეიძლება დანარჩენი მოტორი საბურავები და კი ხედავთ ყველაფერს დანარჩენს ახლა მოგზანდით ჯეტრზე დღეს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მე დღეს აქ ისეთი შეხვედრა გამიკეთეს რომ მე არ ვიცი აი გაუგნებული ვარ ჯეტურის დაშინგის მაკეტიც კი მაჩუქეს და კიდევ მინდა გავიმეორო ერთი რამ ჩვენ აქ სათამაშოდ არ დავდივართ ყველგან დუბაიში თურქეთში ყაზახისტანში ჩინეთში უცებ წამოვედით ყველგან გამოფენებზე ვხვდებით ადამიანებს და ვსაუბრობთ ერთ რამეზე რომ საქართველოში მოდის ბიზნესის კეთების დრო და ყველას ვეუბნებით რომ ჩამოვზანდით და საქართველოში ბიზნესი უნდა ვაკეთოთ გისურვებთ წარმატებებს და დაელოდეთ ახალ ჯეტურებს ახალი სახელი აბა კარგად